დღევანდელი vlogis თემა იქნება თუ როგორ უნდა შევამჩნიოთ პირველი სიგნალები. რადგანაც დემენციის ტემპის შესანელებლად უმნიშვნელოვანესი ადრეული რეაგირება, უნდა ვიცოდეთ თუ რა არის პირველი სიგნალი. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დემენციის რომელიმე ტიპთან გვაქვს საქმე და არადროებით დაბნეულობასთან. ერთადერთი რაც უნდა დავიმახსოვროთ, ეს არის სიტყვა დაველოდოთ. უნდა დავივიწყოთ, რადგან დემენციას ვერ დაველოდებით. იგი მხოლოდ იწყება და დროული რეაგირებით შეგვიძლია, რომ მათი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ. ახლა ჩამოგიტვლით სიმპტომებს და თუ რამდენიმე ემთხვევა, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ თქვენი ახლობელი ან ოჯახის წევრი ნევროლოგთან და ჩაუტაროთ ტესტი. გამოიკვლიოთ და საბოლოოდ დაასკვნას ნევროლოგმა აქვს თუ არა დემენცია პაციენტს. თუ კი იგი უეცრად იბნევა, ითიშება, რაც ადრე არ შეენიშნებოდა. ეს შეიძლება მიგვანიშნებდეს დეჰიდრატაციაზე, ანუ ორგანიზმში წყლის ნაკლებობაზე, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი პირველი ნიშანი და წყაროა. თუ აქვს მოწყვეტილი მზერა, გადახრილი ან დაქანცული გამომეტყველება, ეს ხშირად მიანიშნებს სისუსტეზე და ორგანიზმში შაქრის ცვლილებებზე. ცვლილებების სიარულში, ნაბიჯების შენელებული გადადგმა, ორიენტაციის დაკარგვა. ეს ხშირად წინაპირობა წაქცების და შედეგად კიდურების მეტოშულობის. რაც გაცილებით მძიმედ შეიძლება დამთავრდეს. ყველაზე მკაფიო სიგნალი კი არის მადის დაქვეითება, ჭამის ან სმის უეცარი შეწყვეტა და მათზე მოთხოვნილების უარყოფა. ცილის რეჟიმის მკვეთრი შეცვლა. ისინი იშვიათად უქვეტყვიან, რომ სკივათ, რადგან ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ აღიქვამენ ტკივილს. თუმცა ორგანიზმი თავად ვკარ ნახობს ცვლილებას, რასაც ყურადღება უნდა მივაქცია. თუ დასაწყის დროულად დავიჭერთ, თავიდან ავიცლებთ ზედმეტ პრობლემებს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დემენცია მხოლოდ გონების შესუსტება არ არის. დემენციის დროს მათი იმუნური სისტემა გვეითდება და მარტივად ერება ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები.